ალბათ ხედავთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ თემას, რაც არის გამოტანილი და დიახ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გადის ნაცმოძრაობის განადგურებას, იმიტომ რომ თუ კი საქართველოში არ განადგურდება ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები, ეს არის NGO-ები, ტელევიზიები, ყველა მოღალატე, ვინც არის შეკრებილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ეს საქართველოს ისტორიას გადახედეთ ელემენტარული. სანამ საქართველოს საშინაო მტერი არ მარცხდებოდა, საქართველო გარე მტერზე ვერ იმარჯვებდა. ეს არის გამორიცხული, როგორ შეიძლება ქვეყანა მოიგოს ბრძოლა გარე მტერთან, როდესაც შინა მტერი არ აყავს დამარცხებული. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. ჩვენ ეს ამ შიდა მტერს ხან ვეთამაშებით რაღაცა კატათაგობანას, შევარდებიან სოროში ერთი პერიოდი, მერე გამოვარდებიან ამ სოროდან და ეს გრძელდება უკვე რა ვიცი მე 11 წელიწადია. რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება. მანამდე კიდევ 9 წელიწადი იყვნენ თქვენ კარგად მოგეხსენებათ. და როდემდე შეიძლება ვითმინოთ ჩვენ ეს ყველაფერი. დღეს აი კიდევ ერთი დასტური იმისა, უამრავი ფაქტია დასტური, რომ ამათი ყოფნა პოლიტიკურ ველზე არის ქვეყნისთვის წამგებიანი და ქვეყნისთვის დამღუპელი, არის ის, რომ მთელი გუშინ პანიკა მოიცვა მთელმა მედიამ, რომ აი ლამის ესე იგი მლეთაში შემოვიდნენ უკვე, რომ ესე იგი დაანგრიეს ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი, რომ ესე იგი ლამის ტანკები აიყვანეს, რომ ლამის ესე იგი იქ აჭედეს იქა კარები იმ ტაძარზე. ესე იგი მთელი ამბები იყო და ეხლა თვალსაჩინოებისათვის მინდა წარმოგიდგინოთ აი მათი გამომცხვარი სიუჟეტი, რომელიც ვიხილეთ ჩვენ სხვადასხვა არხზე და ერთ-ერთი არის მაგალითად ეხლა რომ გამორჩეულია ამ ნაცსექტიდან ეს TV პირველი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. ჯერჯერობით არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ და ჩვენ ბუნებრივია დილიდან ველოდებით პასუხს ამ ორი უწყებიდან მომხდართან დაკავშირებით რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს. რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ სადაზვერვო ჯგუფის წევრები გუშინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის საათებში დაახლოებით 12 საათზე შენიშნეს მომლოცველებმა. ვიდეო მასალა რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო გავრცელა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მომლოცველმა რომელიც წმინდა ლომისის ტაძარში იყო. ასული სწორედ მან შენიშნა რუსი ოკუპანტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც იყვნენ სპეცტექნიკით აღჭურვილები, შეიარაღებულები, დრონებით ზომავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. საუბარია მლეთა გუდაური ყაზბეგის საავტომობილო მონაკვეთზე. რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, ოკუპანტები? ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეებისთვის უცნობია ინფორმაცია, მათთან კონტაქტში ისინი არ შესულან, თუმცა ფაქტია, რომ ისინი იმყოფებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე რომ მათ არავინ უკრძალავთ იქ მოძრაობას. სავარაუდოდ რუსი ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე წმინდა ლომისის ნიშთან მოხვდნენ ქსნის ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში, ათეულობით კილომეტრში მდებარეობს, როგორც იცით, ახალგორის ქსნის ხეობა და იქ მდებარეობს ბალაანის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბაზა, საიდანაც სავარაუდოდ სპეციალური ბილიკით ავიდნენ რუსი ოკუპანტები. რა ტერიტორიას ზომავდნენ და რატომ, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ბუნებრივია ინფორმაცია და ინფორმაციას ველოდებით საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს ვესაუბრეთ ჩვენ დავით კაცარავას, რომელიც დიდი ხანია საუბრობს იმ გეგმაზე, რომელიც აქვთ რუს ოკუპანტებს. საუბარია ოკუპაციის ახალ გეგმაზე 208 მილიონიანი კვადრატული მეტრის ტერიტორიის ოკუპაციაზე, რომელიც იწყება ზემორაჭიდან და თავდება თრუსოს ხეობაში. რაც შეეხება იმ ობიექტს, სადაც გუშინ იმყოფებოდნენ რუსი ოკუპანტები, არის რუსებისთვის ოკუპანტებისთვის საკმაოდ სტრატეგიული ობიექტი, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი, საუკუნოვანი ტაძარი და არ გამორიცხავს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რომ სამომავლოდ მომდევნო დღეებში სავარაუდოდ ჩვენ ვიხილოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც სავარაუდოდ აღმოჩნდება ოკუპანტების მხარეს და მოექცევა სრულ ოკუპაციაში. გუშინ დაახლოებით 3-4 საათისთვის მოხდა ეს ფაქტი. ვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ალბათ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ისე რომ ჩვენ სასაზღვრო დაცვის პოლიციას ამის შესახებ ინფორმაცია არც ქონია და იქ ახორციელებენ დრონით გადაღებას ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და რაღაცა სხვადასხვა დანადგარების გამოყენებას აპარატურის, რაც ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება იქნეს გამოყენებული სამომავლოდ. იღებდნენ იმ უღელტეხილს, რომელიც გუდაურისკენ ამავალი გზა არის, ესე რომ ვთქვათ, აი იმ ტერიტორიას იღებდნენ და დრონიც მაგ მხარეს გაუშვეს მოკლედ. თავისუფლად გადაადგილებიან უბრალო მოქალაქეებსაც ჩვეულებრივად ხვდებიან და ჩვენს ტერიტორიაზეც საკმაოდ თავისუფლად გადმოდიან, ისე რომ არანაირი დაბრკოლება და პრობლემა არ ექნება ამ ადამიანებს. რეჟიმი კვლავ გააქტიურებული არის, ეს ჯგუფი აღჭურვილი არის სპეც აღჭურვილობით,
ამ შემთხვევაში მათ ჰქონდათ დრონი და ზურგჩანთი წამოღებული რაღაც მოწყობილობა, რომელსაც ძალიან დიდი ანტენა ჰქონდა დამონტაჟებული. Ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს და ეს მოქმედება სინამდვილეში ცხადყოფს იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმი არის გააქტიურებული და ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილად, რაზეც ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვსაუბრობ და რომელიც გულისხმობს 208 კვადრატული კილომეტრის, ანუ იგივე 208 მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაციას და რომელიც იწყება ზემო რაჭიდან და მთავრდება თრუსოს ხეობით. გეგმა შესაძლოა უკვე მოყვანილია მოქმედებაში და ჩვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია ამ გეგმის მიხედვით უკვე დავკარგოთ სრულად ლომისის ტაძარი, სადაც მიმდინარეობს აქტიური მსახურება. მაყურებელს კარგად რომ განუმარტოთ რა ტერიტორიაზეა საუბარი. ეს არის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, წმინდა გიორგის ნიში, ტაძარი, სადაც ადიან მომლოცველები თითქმის ყველა დღესასწაულზე და არა მხოლოდ დღესასწაულზე, იქ აქტიურად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ღვთისმსახურება, იქ იმყოფებიან ასევე ღვთისმსახურები, მამავები, მამათა მონასტერია ასევე ადგილზე და საინტერესოა ამ დრომდე რჩებიან თუ არა რუსი ოკუპანტები იქ ადგილზე, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხვალაპირებენ ადგილზე ასვლას და იმ ტერიტორიის შესწავლას. უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე ქართველი ჯარისკაცები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც გაკონტროლებენ წესით ტერიტორიას. რატომ იმყოფებოდნენ ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები, წარმომადგენლები მათი ეგრეთ წოდებული უკანონო ბაზიდან ათეულობით კილომეტრში. ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს. ამ დრომდე ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ოფიციალურ განმარტებას. ერთი რამეა ძვირფასო მეგობრებო, რომ ეხა გუშინ ეს ვინც ნახა ეს სიუჟეტი ამ საინფორმაციო საშუალებებისა ტვ-ისა მთავარისა, რა თქმა უნდა ძალიან შეშფოთდებოდა და ამას ექნებოდა საფუძველი, იმიტომ რომ ეხა ჩვენთვის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში მიდის უამრავი მომლოცველი, განსაკუთრებით ეს გიორგობას, განსაკუთრებით ლომისობას და დაიზაფრა მოსახლეობა. ეხა ის ფაქტია, რომ ოკუპაცია არის, მაგას ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ხშირად ხდება, რომ მაგალითად ოკუპანტებს გადაჰყავთ ეს ჩვენი გარკვეულწილად ეს ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის პირას არიან, მაგრამ ეხა რა საჭიროა, რაც არ არის, რაც არ მომხდარა, იმაზე კიდევ ქარიშხალის ატეხვა. დღეს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა ანდრია ჯაღმაიძე იყო ასული ამ წმინდა გიორგის ტაძარში, ლომისაში და იქ გაესაუბრა ადგილობრივ სასულიერო პირებს თუ რეალურად რა ხდება, რა სიტუაციაა. ეყვანა, რასაც გუშინდელ სიუჟეტში ქონდა ადგილი და კონკრეტულად გეტყვით, რაში არის საქმე. ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში და გუშინდელ მთავარ არხზე გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძარის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებული არის ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე, ლომისის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ქვია კირბალი. სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი და მოკლედ გეტყვით რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო რაღაცა პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი იმისი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ესეთი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში. ეს არის სოფელი აძვი, წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელი ქერე, კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი და ამიტომ ყოველგვარი დაუფიქრებელი
გაუცნობიერებელი განცხადება, აღრევა სახელების, აღრევა ადგილების, გადანაცვლება რაღაცა მოვლენების საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს. მე მინდა აქ ვთხოვო რამდენიმე სიტყვით ჩაერთოს მამა გრიგოლი, რომელიც მუდმივად აქ არის, მოგახსენეთ მის შესახებ და გვეტყვის თუ რა მოხდა ამ დღეებში, რასაც მოყვა გუშინდელი სიუჟეტი და შესაბამისად შეკითხვები და აჟიოტაჟი. მამა გრიგოლ, რომ გითხრათ ორი სიტყვით, რა იყო განსაკუთრებული და საერთოდ რა ხდება ხოლმე, რა ვითარება არის აქ? განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 2010-დან ახლა ყოველთვის იგივე ხდება. რაღაცა პერიოდში პატრულირებენ. ხან ხშირად, ხან რაღაცა დროის გააჩნია, როდის გადაწყვეტენ პატრულირება. და დღეს გუშინაც ისეთივე ამბავი იყო. ჭოლბურ ამოვიდნენ, გაიერ გამოიარეს, აქ ტაძართან ყოველთვის ისვენებენ და მე გზას აგზელებენ. გუშინაც ისე იყო, დაისვენეს, რა ვიცი, გადახედეს არაგვის ხერობას, დაისვენეს, გაიერ გამოიარეს, დამოშვიდობდნენ და წავიდნენ. ყოველთვის ასე ხდება. და დრონი, რა ვიცი, დრონი გაუშვეს. რატო არ ვიცი. უფლება არც მქონდა და ვერც ვკითხავდი რატო გაუშვეს. ჯარისკაცები არიან, თავიანთი საიდუმლო აქვთ. და ამოვიდნენ, გაუშვეს დრონი, რა ვიცი რა დაათვალიერეს, რაც ის მეკითხია. და რაღაც დროის შემდეგ, ძალიან მალევე, დიდი ხანი არ გაჩერებულან. და წავიდნენ. მადლობა, მამა გრიგოლ. მადლობა, მამა გრიგოლ. და ღმერთმა შეგაძლებინო, თქვენ აქ ძალიან დიდი შრომა გაქვთ და ღვაწლი, რომ აქ აქაურობას არ ტოვებთ და მუდმივად აქ მომლოცველს შეუძლია მოვიდეს და ტაძარი მუდმივად ღია. მე მინდა ჩემთან ერთად აქ ბრძანდება მამა დავითი ბურდული, რომელიც არის ლომისის ტაძრის წინამძღვარი და ერთდროულად ქვედა ტაძარსაც და ამ ქედზე მდებარე ტაძარსაც უვლის მამა დავითი და მამა დავითსაც მინდა ორიოდე სიტყვა ვთხოვო ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მამა დავით, გთხოვ. ძალიან მოგესალმებით, ძალიან საფრთხილო თემა არის ამ საზღვარზე აი ესეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაცა რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეგრეთ წოდებული დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილე არის საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ და ეს საკითხი, რაც ბრძანა მამა გრიგორმა, ესენი სულ ამოდიან ესე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი და ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან და ესეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნა არის, რომ შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი. მადლობა. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ თუ კი შეიძლება აი ამ რთულ ვითარებაში ითქვას, რომ მდგომარეობა მეტნაკლებად ასატანია, ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ შესადარებლად რომ ავიღოთ რა ხდება საოკუპაციო ეგრეთ წოდებული საზღვრის რაიონებში, სხვა ადგილებზე. აი ხა რა უნდა ითქვას ახლა? ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა. ეხა ის პირველიც და მთავარიც და ფორმულაც არის მათი პროპაგანდისტული არხები. ესე იგი, არავინ არ უარყოფს, რომ ოკუპაცია არის და საოკუპაციო ხაზი გადის, მაგრამ შენ დალოცვილო შენა ეხლა რო წარმომიჩენ ისე რომ დაამბობ რომ აი ესე იგი აუჭედეს კარები, იქ გადმოვიდნენ ლამის ტანკები და აგერ მამაოები გამოდიან და ესენი მოდიან და მიდიან იქაო და არავითარი პრობლემა არ არის. გასაგებია რომ სხვანაირად უფრო კარგადაც შეიძლება სიტუაცია იყოს, მაგრამ ის ხაზებიც ის ქედზე რო გადადის იქ ლომისის თან ახლოს სხვათა შორის. ეგ არის ვისი ბრალი? სააკაშვილის ბრალი არ არის? სააკაშვილმა არ გაავლო ხაზები მანდა? და
ის რომ დასრულდეს ეს ოკუპაცია, ამაზე 20 წელია და მეტია უკვე ვლაპარაკობ, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. თავის მხრივ ეს რუსებიც გვეპატიჟებიან, კაცო, მოდი დავილაპარაკოთ. 3+3 ფორმატი არსებობს. არსებობს სხვა ფორმატებიც კიდევ. ამას გარდა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ხელ შეუწყობთ ოსებსმა და აფხაზებმა და ქართველებმა ერთად აშექმნანო სახელმწიფო. და რას ვაკეთებ ჩვენ? ჩვენ ყოველთვის ესე ვირჩევთ პაშინიანის გზას. საქართველოს თუ პაშინიანის გზას გაყვა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. და ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს ხალხი, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ეს არის საქართველოს იყოს ყოველთვის ჩიხში, არასდროს არ იყოს ერთიანობა, არ იყოს მთლიანობა ქვეყნისა და ამიტომ ეს უნდა დასრულდეს. ეს უნდა დასრულდეს ძალიან მალე და თუ არ დავასრულებ ჩვენ ნაცმოძრაობას პოლიტიკური ველიდან არ გავაქროთ, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება, არ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება. აი ჩვენ ნახეთ ეხლა რა პანიკა შექმნეს ამათმა გუშინ, რომ დაიწყეს ესე იგი ამბები, რომ თითქოს ესე იგი უკვე გლებიც გამოყარეს იქიდან, ეკლესიას კარები აუჭედეს და ამ დროს დღეს ვხედავთ საპირისპირო სურათს. ეს იმას გავს, რომ აი მე მახსენდება პერევში, რომ პატრიარქის წყალობით პერევიდან გავიდა რუსი ჯარი და მე ამას ტანკები რო შეიყვანა, თვითონ დააბრუნა ის ტერიტორია. ესენი არიან პიარზე გათვლილი ხალხი. ხა ეს რა ქვია, ჩინური კაცარავა, ჩინური რემბო კაცარავა, რომელიც ხა მე ვერ გავიგე ამ ჭოგრიტებითა და ამ რაღაცა დიდი რაღაცა ჩახტილები, გახტილები, კარვებით უნდა მოხდეს ხა ტერიტორიების დაბრუნება. ესე იგი კაცარავებით უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ მოლაპარაკებით უნდა მოხდეს. არ ვიცი, საგანგაშო სიტუაცია და მე ვიძახი და ვთქვი, რომ სანამ ეს ხალხი არ განადგურდება, ფიზიკურ განადგურებაზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. მაგრამ ისე დავითის და თამარის დროს ასეთ წრებს ფიზიკურადაც ანადგურებდნენ. მანამდე არაფერი არ იქნება.